ცვლილებებია, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ გიორგი ხატიაშვილთან, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთან. გიორგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩართვისთვის. შეთანხმების დეტალებზე რომ ვისაუბროთ, პირველ რიგში პრაქტიკაში მისი აღსრულება ახლო მომავალში რამდენად არის შესაძლებელი, რა არის დისკუსია ამის გარშემო? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორც წყაროებიდან და პრესიდან არის ცნობილი, პირველ ფაზას ისრაელის მთავრობამ კენჭი უყარა და დაამტკიცა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცეცხლი შეწყდება, რის შემდეგაც 72 საათში და ისრაელის არმია დაიხევს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულამდე, 72 საათში ხამასი გაათავისუფლებს ცოცხლად დარჩენილ 20-ოდნავ ადამიანს, რომელიც ეჭვია და ვარაუდია, რომ ცოცხლად არიან დარჩენილები და ასევე გადასცემს ცხედრებს გარდაცვლილი დაახლოებით ჯამში 48 თუ არ ვცდები, ესე იგი უნდა იყოს ეს ჯამში და ამის სანაცვლოდ ისრაელი გაათავისუფლებს დაახლოებით 100 თუ 120-ზე მეტ პალესტინელ დაკავებულს ისრაელის ციხეებში, რომელთაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და 1200-მდე ღაზიდან დაკავებულ ადამიანს და კიდე რაღაცა და ასევე გადასცემს ცხედრებს. ეს არის პირველი ფაზა. მეორე ფაზა უკვე უფრო რთული საკითხები, როგორიც არის ხამასის განიარაღება, ღაზას სექტორის მომავალი მმართველობის კუთხით და ასე შემდეგ, ჯერჯერობით ბუნდოვანია და ეს საკითხები ესე იოლად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ეს პირველი ფაზაც თუ გამოვიდა და თუ ამის იმპლემენტაცია მოხდა, იქნება უდიდესი ნაბიჯი, თქვათ, რეგიონში დეესკალაციისთვის. რამდენად შეიძლება რომ გახდეს გრძელვადიანი მშვიდობის დასაწყისში ეს შეთანხმება, როცა მხარეებს შორის ნდობა ნულოვანია, ხო? რამდენად არის რესურსი, რომ მაგ მეორე ფაზაზე გადავიდეს პროცესი, როგორ გამოიყურება ახლა ვითარება და რა გზები არსებობს ან რა დისკუსია ამ საკითხის გარშემო? თავად ის ფაქტი, რომ ხამასი დასთანხმდა უკანასკნელი კოზირის, ხო? და უკანასკნელი კარტის თქვათ გადაცემას, ეს არის დარჩენილი ტყვეების განთავისუფლებას, ნიშნავს, რომ თქვათ თურქეთის, კატარის, ეგვიპტის და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლამ ხამასზე ამ კუთხით გაჭრა და ის რომ ხამასი ამას დათანხმდა, შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ ასევე ხამასი თვლის, რომ ის მზად არის შეცვალოს რაღაცა მიდგომები, ხა ბოლომდე განიარაღდება თუ არა, ემიგრაციაში წავა თუ არა ღაზადან, ამას მე ხა ვერ გეტყვით რა და როგორ გადაწყდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია, რომელიც ხა პრაქტიკულად განადგურებულია, ხო, ერთის მხრივ სტრუქტურულად, ხო, მებრძოლები დაკარგა, ლიდერშიპი განადგურებულია, ხო? და მაინც დასთანხმდა ეს ორგანიზაცია, რომ დარჩენილი ტყვეები გაათავისუფლოს, ალბათ მიუთითებს, რომ მზად არის ეს ორგანიზაცია, რომ რაღაცა შეცვალოს თავის მიდგომებში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხამასი არ იქნება სხვა იქნება, ხამასი ხო უბრალოდ სახელი არ არის, ეს იდეაა, თქვათ, რაღაცა წინააღმდეგობით, ამიტომ რა თქმა უნდა, ხოლმე როგორც ისტორია გვაჩვენებს სამწუხაროდ. როგორ აისახება ეს კონფლიქტი და შეთანხმება, რომ წარმოვიდგინოთ რეგიონში ძალთა ბალანსს და ვისაუბროთ ასევე ეგვიპტის, ყატარის და თურქეთის როლზე, რომლებმაც შუამავლობა ითავეს ამ პროცესში. რეგიონში ეს აისახება, თქვათ, რა თქმა უნდა, როგორც წინა, თქვათ, ჰეზბოლას განადგურებით, ირანი სუსტება რეგიონში, ანუ ხამასი ხა ირანის, თქვათ, უშუალო სატელიტი თუ არა, მოკავშირე ორგანიზაცია მაინც იყო წინააღმდეგობის საკითხში, ხო, ისრაელთან წინააღმდეგობის საკითხში, ეს ერთი. მეორე მხრივ დაიწერა, რომ ერთი რო ყელში ამოუვიდათ, ხო, ეს ხამასი, მეორე მხრივ თურქეთსაც, კატარსაც და ეგვიპტესაც სჭირდება, ასე ვთქვათ, თავისი ბენეფიტები ამერიკასთან ურთიერთობებში, ხო? თქვათ, იყო ნათქვამი, რომ თქვათ, თურქეთს სჭირდება სანქციების მოხსნა და თვითმფრინავები, კატარს უსაფრთხოება, ეგვიპტეს საგარეო დახმარება და უსაფრთხოება. შესაბამისად, ამ სამივე ქვეყნის ინტერესში იყო, რომ ასე ვთქვათ, ამერიკელების თხოვნით თუ მოთხოვნით მიწოლოდნენ ჭყალებში ხამას და შესაბამისად ეს საკუთარი ინტერესებიც, ასე ვთქვათ, და რაღაცა გამორჩენა თავადაც მიეყოთ და ალბათ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ხამასის იმ კუთხით, რომ ეხლა
როგორც ამ ორმა წელმა გამოაჩინა, ახლა მაინდა-მაინც ახლა ის დაბომბვა და პალესტინელი ხალხის ღაზაში თქვათ ესე იგი ტანჯვა ხამას მაინდა-მაინც არ ადარდებდა ხო 2 წელი იომეს მიუხედავად ამისა და ახლა ამ წუთას და ამ მომენტში რომ ხამასი დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას ეს მიუთითებს რომ ალბათ თვისებრივად და ხარისხობრივად ახალი ზეწოლა იყო და განხორციელებული ამ სამი ქვეყნის მიერ და ნუ ამერიკელებიც რა თქმა უნდა ხამასზე და შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ ამ წუთისთვის ახლა ბოლოს თქვენთვის ცოტა $1,000,000 კითხვა მაქვს, მაგრამ ესეც რო აღწეროთ მაყურებლისთვის, როგორ შეიძლება ღაზაში გამოიყურებოდეს გრძელვადიანი მართლობის და მშვიდობის გეგმა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციაში, რაზე საუბრობენ მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საკითხის გარშემო. ხო, ნუ ღაზის აქ პირველი საკითხია, რას დასთანხმდება ისრაელი. ხო, ისრაელი არ დასთანხმდება არანაირი ფორმით ხამასის დატოვებას ხელისუფლებაში და ისრაელი ეწინააღმდეგება, თქვათ, დასავლეთ ნაპირზე, ანუ პალესტინის მაჰმუდ აბაზისთვის და პალესტინის მოქმედი ხელისუფლებისთვის ღაზის დაბრუნებას და იქ მისი უფლებამოსილების გავრცელებას, ხო? შესაბამისად, რჩება, თქვათ, არის ლაპარაკი, რომ რაღაცა არაბული კოალიცია ან რაღაცა საერთო არის იმაზეც ლაპარაკი, ხო, რომ ტონი ბლერი იყოს, თქვათ, ღაზის მეთაური. ეს ურთულესი საკითხია. ერთი, რამდენიმე კუთხით, ხო, ხა აბა შენობა აღარ ადგას ღაზაში, ეს ერთი, ხო, ჩვეულებრივი ჰუმანიტარული კატასტროფაა, მოსახლეობა, რომელიც სულ დახმარება ჭირდება და შიმშილის ზღვარზეა და მეორე მხრივ მოსახლეობა, რომელიც 2006 წლიდან, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ არის ბლოკადაში გარედან და შიგნიდან, ესე იგი, ეს ხამასი მართავდა, ხო, ანუ სრული ანუ რასაც ისრაელი ითხოვს, ხო, დერადიკალიზაცია, რომელიც ხა როგორ უნდა მოხდეს ეს იოლის საქმეა როგორ უნდა მოხდეს ახლა იქ მთელი განათლების სისტემის ცვლილება, მთელი მიდგომის ცვლილება, მაგრამ ამ წუთისთვის ახლა სკოლა აღარ დარჩა, ხო, ღაზაში და უნივერსიტეტი აღარ დარჩა და შენობა აღარ დარჩა. შესაბამისად, ურთულესი პროცესია წინ, ვინ გადაიხდის, თქვათ, აღდგენის ფულს. ესეც საკითხავია. არის ლაპარაკი, თქვათ, იქ სამშვიდობო ძალების განლაგებაზე, იქნება ეს ინდონეზია, თურქეთი თუ სხვა ქვეყნები, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეორე ფაზა და კონტურები საბოლოო მშვიდობის უფრო ბუნდოვანია. ნუ პირველი ფაზა ვიცით, იმიტომ რომ აი დღეს ეყარა თუ გუშინ კენჭი და ვიცით ამიტომ. ისრაელის დათანხმდა, როგორც ნახეთ, რატიფიცირება მოხდა მათი მხრიდან და დონალდ ტრამპის ელოდება შედეგებს, მას უნდა რომ რაღაც მის ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო მისია წარმოუდგენია ომების დასასრულზე, ასე გითხრა მან და ძალიან კმაყოფილია ის, რომ ეს პირველი ფაზა შეთანხმების შედგა და აღსრულებასაც აშკარად აქტიურად მიადენებს თვალყურს. დიდი მადლობა გიორგი, რომ ყოველთვის პოულობს დროს ქართული აუდიტორიისთვის. დაგემშვიდობებით თქვენ და დავემშვიდობები